სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, რადგან ღვთის განკაცებამ ჩვენთვის გონება მიუწვდომელი რეალობა მოიტანა, ის რასაც ქონდა იყო ღმერთის ჩანაფიქრი, რომ ღმერთი და ადამიანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა. არ ვიცი რამდენად ხვდებით ეს, რომ ადამიანური მიწიერი აზროვნებისათვის ამ ორი რეალობის სამყაროს მიღმიერი ტრანსცენდენტული ყოფიერების და ქმნილების ერთად ყოფნა ეს წარმოუდგენელი მოცემულობა და ეს მოცემულობა რომ ასე რომ არის ადამიანს არ შეუძლია ამას ლოგიკურად ჩაწვდეს და სოფლიოს გონიერი ადამიანები საუკუნეების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში სხვადასხვა რელიგიურ სისტემებს რო ქმნიდნენ მსგავსი რაღაცა მათთვის წარმოუდგენელი იყო, ეს არის გამოცხადებითი ჭეშმარიტება, რომელიც ასე უზრუნველად მოგვეცა ჩვენ ღვთის წყალობით, მადლით და ჩვენი წინაპრების დამსახურებით, რომელმაც ეს ჩვენამდე მოიტანეს, ამ სარწმუნოებას ვატარებთ ჩვენ და აი ეს ერთობა, ღმერთის ადამიანის ერთობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანის რელიგიურ ცხოვრებაში, ქრისტიანობაში არის თვისობრივად განსხვავებული ხედვები, არსობრივად, რომელიც იმასაც კი გვათქმეინებს, რომ თუ ყველა სხვა რელიგია, ყველა სხვა დოქტრინა, სისტემა რელიგია, მაშინ ქრისტიანობა რელიგია არ არის, საერთოდ სხვა რამეა. ეს არის ადამიანის არსების იმგვარი გარდაქმნა, რომელიც წარმოუდგენელია. სხვა თქვათ სარწმუნოებაში უფალი მას მეორედ დაბადებას უწოდებს და ამის მიუხვედრელობა ჭირს ნიკოდიმოს გახსოვთ და უფალი საყვედურს ეუბნება, რომ შენ თუ მოძღვარი ხარ, შენ ეს უნდა იცოდე და ეს საყვედური გადმოდის ყველა ჩვენგანზე, განსაკუთრებულად სასულიერო პირებზე, რომ ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. მაგრამ საქმე იმაში, რომ ამის თეორიული შემეცნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. არაფრის მომცემი ყოველ შემთხვევაში ეს პრაქტიკულად უნდა შევიდეთ ამ ცხოვრებაში და ეს არის კიდევაც ქრისტიანობის მიზანი, რომ ჩვენ შევდივართ იმ ცხოვრებაში, სადაც ჩვენ თავიდან უნდა დავიბადოთ, თავიდან ვიბადებით და სხვა ქმნილებებად გარდავისახებით. და ეს სხვა ქმნილებად გარდასახვა რო ხდება ადამიანში, მე არ ვიცი ამას თქვენ როგორ ხედავთ საკუთარ თავზე და როგორ განიცდით და რამდენად აქცევთ ამას ყურადღებას, მაგრამ ამის საპირწონედ რომ ამას უნდა ყურადღება მივაქციოთ. უამრავი მაგალითი გვაქვს ადამიანთა კატეგორიები ეკლესიის წიაღში, რომლებიც ყურადღებას აქცევენ გარეგან ცვლილებას და გარეგან წესს და სჯულს. და ეს გარეგანი წესი და სჯულის ზედმიწევნითი აღსრულება ხშირად გვითხოვს ადამიანს ქრისტიანად არ აქცევს. აი ხა გარეგნულად რას უწოდებთ ჩვენ გარეგნულს? გარეგნულად მოვიაზრებთ ამ შემთხვევაში იმას, რაც თვალით ჩანს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამ გარეგან შინაგანი ახლავს. თვალით ჩანს ზიარება, თვალით ჩანს ნათლობა, ხო? თვალით ჩანს ნებისმიერი სხვა რამ, მაგრამ მას შინაგანი ახლავს. და ადამიანს შეუძლია გარეგანი აკეთოს შინაგანის გარეშე. რანერად შეუძლია? აი ესე შეუძლია. ადამიანს ბევრი რამე ცუდის რა გაკეთება შეუძლია და ერთ-ერთი მთავარი ცუდი სწორედ ეს არის, აკეთოს გარეგანი შინაგანის გარეშე და აქცენტირება გააკეთოს გარეგანზე შინაგანის გარეშე, დაკმაყოფილდეს გარეგანით შინაგანის გარეშე, დაიკმაყოფილოს რელიგიური გზნობები და თვით პატივმოყვარეობაც კი მოსაჩვენებლად არის ლოცვა, გახსოვთ სახარებაში რა არის? ლოცვა ხო შინაგანია სინამდვილეში, მაგრამ გარეგანი გამოხატულებაც ხო არის? და გარეგანის გამოხატულებით ადამიანი პატივს იკმაყოფილებს. მოსაჩვენებლად არის ლოცვა, გახსოვთ როგორ ესე იგი აფრთხილებს უფალი, გვაფრთხილებს უფალი უпроსწორად. ანუ ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს და ამიტომაც ეკლესიის მოღვაწეები, წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ არაფერი გარეგანი ადამიანს ქრისტიანად არ აქცევს და შეიძლება ჩამოვთვალოთ, თქვათ, გონებისმიერი ლოცვა, გარეგანი გამოხატულებით, თქვათ, ხო, მოუკლებელი ლოცვა, იესოს ლოცვა, თქვათ, ზიარება, გარეგანი გამოხატულებით, ხო, რაც არის. და ყველაფერი დანარჩენი, ნათლობა და ასე შემდეგ. და ყველა ქველმოქმედება სიკეთის ქმნა და წირვებზე სიარული და მარხვა და ყველაფერი აბსოლუტურად. იმიტომ რომ ადამიანს ქრისტიანად გადააქცევს არა გარეგანის აღსრულება, არამედ სული წმინდა ღმერთი, რომელიც ცდილობს ჩვენს გულში შემოსვლას და დამკვიდრებას.
გესმით? ობიექტურად ქრისტიანები ვართ, ქრისტეს სხეულის ორგანული ნაწილი, იმიტომ რომ მაზიარებლები ვართ. მაგრამ ღმერთი ხო არ მოქმედებს ჩვენზე ძალადობით. ის რომ შენ მოხვედი და ეზიარები, ხო, აქ თუ შენი შინაგანი ცხოვრება, შენი პიროვნული არჩევანი არ რეალიზდა აი იმის და მიხედვით, რაშიც შემოხვედი ობიექტურად, თუ არ გაიაზრე, რას ნიშნავს იყო ქრისტეს ხორცი და სისხლი, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, გესმით? რას ნიშნავს თითოეული საიდუმლოება, რომელშიც ჩვენ მონაწილეობთ, რას ნიშნავს წმინდა წერილის და წმინდა მამების სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვკითხულობთ და თუ ვკითხულობთ, რას ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ აღმოვთქვავთ, რომელიც გვესმის ლიტურგიის დროს, რას ნიშნავს იესოს ლოცვის ხუთი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? და ვცხოვრობთ თუ არა ამ სიტყვების შესაბამისად. აი ეს და თუ ეს ასე არ არის და ადამიანი უბრალოდ ამბობს მამაო ჩვენოს ისე რომ არ უფიქრდება მის არც ერთ სიტყვას და შესაბამისად მის ცხოვრებაში მას გავლენა არ აქვს. შესაბამისად თუ ადამიანი მოდის, თუ ადამიანს არ ახსოვს, მონათლულია, მაგრამ არ ახსოვს ნათლობის აღთქმა, რომელიც მან ნათლობის წინ დადო. თუ ადამიანი ეზიარება და უბრალოდ პირსაღებს და ჭამს ისე რომ გულს არ ხსნის და არა და მადლი გულში უნდა ჩავიდეს და გულს არ ამზადებს იმისათვის რომ მადლი გულში ჩავიდეს, მაშინ ვღებულობთ გარეგან ქრისტიანს და ნომინალურად თითქოს ქრისტეს სხეულის ნაწილია ასე დროს ადამიანი, მაგრამ არსობრივად არა, იმიტომ რომ გული არ გასცნა და თუ ჩვენ გულში ქრისტე არ იდიდება და ქრისტე როგორ უნდა დიდო? მისდამი უპირობო მორჩილებით, უანგარო სიყვარულით, იმის სიხარულით, რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი და ჩვენ გულში მას სურს რომ დამკვიდრდეს. აი ამით ბედნიერები, ხო? ეს თუ არ არის, ანუ თუ არ იდიდება ქრისტე, იქ სულიწმინდა ღმერთი თავის თავს არ ავლენს, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთი მხოლოდ იგავლენს თავს, სადაც ქრისტე იდიდება. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საღვთო მადლის გარეშე ჩვენ ქრისტიანები არ ვართ. და თუ ადამიანი იტყვის, რომ კი, მაგრამ როგორ გავიგომე საღვთო მადლი მაგ თუ არა მაქვს, ხო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ბევრს საუბრობთ, ამაზე ბევრი გვისაუბრია და კიდევ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საკეთებელი, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი საკუთარი თავი, გამოვიცნოთ საკუთარი თავი, არ გვეგონოს, რომ სადღაც ეცაში ვართ უკვე და სინამდვილეში ვიღუპებოდეთ და გარკვეული ნიშნები არსებობს იმისა, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გზაზე მაინც ვდგავართ, ან გზის დასაწყისში მაინც ვართ. ეს არის ის თვისებები, რომელიც თვისებებიც არის ღმერთის თვისებები და რომელიც ჩვენში უნდა რეალიზდებოდეს და ეს უნდა ეს რეალიზება უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ ის თავს ავლენდეს და თავს ავლენდეს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, ღმერთთან ურთიერთობაშიც. ღმერთთან ურთიერთობაში ადამიანი ხშირად გითხავს, უნდა ცეცხლივით იყოს, ადამიანი არასოდეს არ უნდა იყოს მოდუნებული, თუ ქრისტიანი ქვია მას. ის მუდამ შემართებული უნდა იყოს ღვთისძიებაში და ადამიანთან ურთიერთობაში მუდამ უნდა ავლენდეს ქრისტეს დართვისებებს. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ესეთი თვისება და უმთავრესი თვისება, რაც არის ღვთისა და რაც ღმერთი ჩვენ გვაძლევს მადლის მიერ, მადლის ანუ თავისივე ენერგიის საღვთო მადლის მიერ, რომელიც სულიწმინდა ღმერთს მაქვს, ეს არის სიყვარული და აი მე მინდა რომ ცნობილი სიტყვები პავლე მოციქულისა, რომელიც დღეს გესმოდა თქვენ, მე დავითნე კითხულობდა, ეს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეა, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, მე-13 თავისა, სადაც მართლაც განსაცვიფრებელ სიტყვებს იყენებს პავლე მოციქული, რომ დაახასიათოს რა არის სიყვარული, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამ სიტყვების გაგება შეუძლებელია თუ ადამიანი ქრისტიანულად არ ცხოვრობს, იმიტომ რომ თუ მოვინდომებთ, რომ ეს სიტყვები მიწიერ სიტყვაში განვიხილოთ, რა თქმა უნდა, ფაქტიურად მას სულს გამოვაცლით. პირველ რიგში პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ გვახსენებს უпроსწორად, რომ თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანის, ანუ ქრისტეს ასოს სხეული ნაწილი, ანუ სხეულის ნაწილები ვართ. და ამას პავლე მოციქული ძალიან ბევრჯერ საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს სახარებაზე დაყრდნობით არის, როცა თქვა მაგალითად სოფალი ამბობს, რომ მე ვარ ვაზი, სძირი და თქვენ რტოები ხართ. გესმით? ანუ მე და თქვენ ერთნი ვხდებით, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანული ნაწილი ვართ ჩვენ ქრისტესი. ორგანული ნაწილი. რა თქმა უნდა, ამან უნდა ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენში სასიცოცხლო ენერგია სულიწმინდა ღმერთის მიერ მოცემული და სასიცოცხლო ენერგია თავის ნაყოფებს გამოიღებს და ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი არის სიყვარული. და პავლე მოციქული იწყებს სწორედ ამ სიყვარულზე საუბარს
და სიყვარულზე სხვაგან ამბობს, ეს არის რწმენის უმაღლესი გამოვლინება, იმიტომ რომ რწმენა თავიდან რო ეძლევა ადამიანს, რომელიც მერე ღვთისადმინდობაში გადაიზრდება, რწმენა სასოება და მესამე სიყვარული, ანუ ჩვენ მივისწრაფით აი ამ რწმენის უმაღლესი ნიშნულისკენ, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ ექნა ეს უმაღლესი ნიშნული რწმენისა, ის ვერ ცხონდება, იმიტომ რომ ეს არის ცხონება. ცხონება გადარჩენა არის თავდავიწყებამდე გიყვარდეს ღმერთი. თავდავიწყებამდე გიყვარდეს. და ეს თავდავიწყებამდე სიყვარული ღვთისა გარდაიზრდება აი გონება მიუწვდომელ ბედნიერებას, რომელსაც სერაფიმები განიცდიან, რომლებიც ამბობენ წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალისაბაოდ და ჩვენ პოტენციაში უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს. პოტენციაში ადამიანი უფრო მეტია ვიდრე სერაფიმები და ეს დადასტურდა უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელში. აი პავლე მოციქული ესე ამბობს: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი. ანუ ეს რას ნიშნავს ეს? პავლე მოციქული საუბრობს სხვადასხვა ნიჭებზე და მე ნიჭებზე საუბარს თავს ანებებს და სიყვარულზე საუბრობს. და ამით მიგვანიშნებს, რომ ნებისმიერი ნიჭი, რომელიც ჩვენ შეიძლება გქონდეს ღვთისგან, ეკლესიის აღშენებლობისათვისაც კი, თვით ეკლესიის აღშენებლობისთვისაც კი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ არაფერია. ჩვენი ცხონების თვალსაზრისით. გესმით? არაფერია. შეიძლება ეს ეკლესიას გამოადგეს ჩვენი ნიჭი, გამოადგეს, აი რაღაცა გავაკეთე თქვა. მაგრამ მე ვერ ვცხონდე. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. და ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად დიდი ნიჭი მაქვს მოცემული, რომ იქ გახსოვთ ხო კორინთელებს ქონათ პრობლემა, რომ ვიღაცა ლაპარაკობს ენებით, ვიღაცა არ ლაპარაკობს ენებით და პავლე მოციქული არ ეუბნება, რომ ენებით ლაპარაკი ცუდია, მაგრამ გადააქვს ნიშნულოვანზე აქცენტირებას ძალიან დიპლომატიურად მოქმედებს პავლე მოციქული, რომ კორინთელები ამით ამაყობდნენ, ამბობენ, რომ მათში იმ ეკლესიაში იყო მძიმესი ცოდვები, რომელსაც ამ ცოდვას მათზე რაღაც ისეთი ამბოხი არ გამოუწვევია და ჩვეულებრივად აგზელებდნენ ცხოვრებას და პავლე მოციქული ამის გამო კიცხავს, მაგრამ ამ ნიჭთან დაკავშირებით, როცა თქვა აქცენტირებას აკეთებდნენ ენებით ლაპარაკზე, პავლე მოციქულს დიპლომატიურად იქ გადააქვს აქცენტი უკვე მთავარზე, ანუ სიყვარულზე. პირდაპირ არ ეუბნება ეს თქვა რომ მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა მაშინაც, როდესაც ენებს ვერ ისწავლიდნენ, მაგრამ მისიონერობა აუცილებელი იყო. მოკლედ იმის თქვა მინდა, რომ პავლე მოციქული ხას უსვამს, რომ ნებისმიერ ნიშდა, მათ შორის ენებზე ლაპარაკს ნიშდა, თვით ანგელოსთან ენებზეც რომ ლაპარაკობდი, ანუ ანგელოსთან კომუნიკაციას რომ შეგეძლოს, ხო? ხა ჩვენ შემთხვევაში რომ გადმოვიტანოთ ეს, ხო, რას ნიშნავს ენებზე ლაპარაკი? ანუ უნარი კომუნიკაციისა ყველა ადამიანთან, ყველა ადამიანისათვის გასაგებ ენაზე მისიონერობა მოდი ესე ვთქვათ. ყველა ადამიანისათვის გასაგებ ენაზე მისიონერობ. ჩემი სიტყვა ყველას ესმის, ჩემი სიტყვას ყველა იგებს. თვით ანგელოსთან კომუნიკაციას კი შემიძლია. ხო, ამის მაგალითები პატერიკებში ბევრია. ერთ მოძღვარს ეუბნება ახალგაზრდა ბერი, რომ მამაო გავიგე იქ ვიღრობელიღაც მონასტერში ერთი ბერია და ანგელოზებს ხედავსო. და რას ეუბნება ეს მოძღვარი? ეს პატერიკში აღწერილია როგორც ნიმუში. ნიმუში ძალიან მნიშვნელოვანი რამისა და ეს მოძღვარი ეუბნება, რომ შვილო, მნიშვნელოვანი ის კი არ არის ანგელოზებს ხედავდე, მნიშვნელოვანია საკუთარ ცოდვებს ხედავდე. გესმით? და ამდაბლა და აჩვენა რა არის მთავარი, რომ ანგელოზთა ხედვა არ გაცხოვნებს, ხოლო საკუთარი ცოდვების ხედვა არის მაცხოვნებელი და აქ არის ზუსტად ეს, რომ ისეთი ანგელოზებთანაც რომ მქონდეს კომუნიკაცია, ხოლო სიყვარული არ მაქვს. ვიქნებე ვითარცა რვალი, რომელიც ოხრინგინა წინწილანი, რომელიც ხმობენ, ანუ რაღაცა სპილენძის, რაღაცა ლითონის ნაჭრები, რომლებიც გარკვეულ ხმას გამოსცემენ, გარკვეულ ჟღერადობას, შეიძლება კარგსაც, მაგრამ მეტი არაფერი. შენაგანად ის არაფერს არ წარმოადგენს, ცარიელია. ესე იგი შეიძლება თორმე გქონდეს ნიჭი განსაცვიფრებელი, თვით მიღმიერ სამყაროში გასვლისა და ურთიერთობისა, მათგან რაღაცა სიტყვის გაგებისა, ანგელოზებისგან. საოცარი მისიონერული სიტყვაც გქონდეს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავდეს, თუ სიყვარული არ გაქვს. ესე იგი სიყვარულის გარეშე შეიძლება რაღაცა გქონდეს. და მაგ უნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება. წინასწარმეტყველება, ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება, რას ნიშნავს ეს? ესე იგი ადამიანი როგორი ბრძენია და ეს მადლისმიერი სიბრძნეა, როდესაც წინასწარმეტყველებას, ანუ ღვთისნების გამოცნობა შეუძლია, ის საიდუმლოება, რომელიც თქვათ უბრალო ხალხისთვის დაფარულია, ამას გაეხსნა ღვთის მადლით. მეცნიერება ცოდნა აქვს უამრავი, მათ შორის საღვთისმეტყველო. ამავე დროს მაქვს უნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოება,
ანუ ძლიერი რწმენა ქონდეს, ვიდრე მთათასაც სვალებამდე. ანუ ისეთი ძლიერი რწმენა აქვს, რომ მართლა მთას ეტყვის და გადაადგილდება. ანუ ძლიერი რწმენა. და სიყვარული თუ არა მაქვს, არავერ აი ვარ. ეხლა ჩვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა რწმენა ჩვენა გვაქვს და ხანდახან რომ ჩვენი რწმენის პატარა ნაყოფი გამოკრთება ხოლმე რაღაცაში, რა დღეში ვართ? რა დღეშია ჩვენი პატივმოყვარეობა, ხო? ღმერთი ჩემს სიტყვებს ისმის, რასაც ვთხოვ მისრულებს, მე ხანდახან იტყვიან ხოლმე აი მე ვლოცულობდი და იქ ისა და აქცენტირებას კეთდება, მე ვლოცულობდი და იქ რაღაცა მოხდა და ამის მაგალითები სამრელოში სამწუხარო ძალიან ბევრია და აფიქრდით ხოლმე რას ლაპარაკობ და როგორ ფიქრობთ, შეიძლება არ ლაპარაკობ და როგორ ფიქრობთ, მაგრამ ეს იმას კი ანიშნავს, რომ თქვენ ლოცვა შეიძლება, დიახაც თქვენ ლოცვა შეიძლება გამოეღო ნაყოფი. ჩვენ ხო აქ იმისთვის არა ვართ, რომ ჩვენმა ლოცვებმა ვიღაცები გადაარჩინოს. თავისთავად ცხადია, ეს ცუდი სულაც არ არის. ესე რომ ცხდებოდეს და ამის ნიჭი რომ მქონდეს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გარდავიცვლებით, ღმერთში შევიდეთ, ცხონდეთ. ჩვენ აქ იმიტომ არა ვართ, რომ ჩვენმა ლოცვებმა სასწაულები მოახდინონ, თუმცა თუ ასე იქნება დიდება უფალს, მაგრამ რომც ახდენდნენ, ეს არ არის მთავარი. ჩვენთვის მთავარია როგორი სასწაულმოქმედიც არ უნდა იყოს ადამიანი, სიტყვაზე ვამბობ ინარი, უნდა გარდაიცვალო გესმით, უნდა მოკვდე, შენი სხეული მიწათ უნდა იქცეს და შენი სული უნდა წარსდგეს საშინელ სამჟაროზე ღვთის წინაშე და ის რომ არ იყოს საშინელი, ამისათვის უნდა გიყვარდეს და აი შენ რო გოგონია რომ თუ რწმენა მაქვს და ღვთის წყალობას გძნობ ავტომატურად სიყვარულიც მაქვს, აი სწორედ პავლე მოციქული ამას ამბობს, რომ შეიძლება გქონდეს ყველაფერი და სიყვარული არ ქონდეს. იმიტომ ამბობ, ყველაფერი ეს მაქვს, ამგვარი სარწმუნოება და სიყვარული თუ არ მექნება. არაფერი ვარ. მე აგზელებს სიყვარული საქმეებს ჩამოთulis ეხლა. იმიტომ რომ სიყვარული ხო საქმეში ცვლინდება. და შეღა თუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი, არა ის რომ შიერს ვაჭამე. არა ის რომ გაჭირებულს მივხედე. არა ის რომ რაღაცა დავეხმარე, ქველმოქმედება გავწი. არამედ შეღა თუ ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი, სრულად რო გავცე. გესმით რაზეა საუბარი? აი გავეცი სრულად ყველაფერი. მერე კიდე უფრო მეც ლაპარაკობს, მოწამეობრივ ღვაწზე საუბრობს და მივცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად. ანუ თავიც კი გავწირე და ახლა სიყვარულის გამოვლენა ხო არის ეს ყველაფერი, ხო? და უცებ პავლე მოციქული აი როგორ რადიკალურად გსვავს საკითხს რა. ეს არის იცით აი ადამიანი თუ ჩაუფიქრდება აი ცივი წყლის გადასხმა ჩვენნაირ მოდუნებულ ქრისტიანებზე რომ რაღაცას გონია რომ ვაკეთებთ. ამ დროს პავლე მოციქული გეუბნება რაღაცა კი არა. სრულად რომ გაიღო საკუთარი თავი, სიკვდილზე რომ წახვიდე. განსაცვიფრებელი რწმენა რომ გქონდეს. ყველაფერი რომ გაიღო ადამიანისათვის და უცებ და სიყვარული არა მაქვს. არავის სარგებელ არ ჩემ. ანუ თურმე შეიძლება ყველაფერი გააკეთო და სიყვარული არ გქონდეს. ამ დროს სასაცილო ადამიანი, რომელიც თქვა თუნდაც ეკლესიისათვის რაღაცას გაიღებს. აი ააშენებს ტაძარს მაგალითად, ან თქვა ხატს შეწირავს. რაღაცას გააკეთებს. ან თქვა რაღაც თანხას შეწირავს. და მე ვეღარ დაელაპარაკები ამ ადამიანს, ისეთი შინაგანი მდგომარეობა აქვს რა. და როგორი საშიში ხდება მე ესეთი ადამიანი. ვეღარ დაელაპარაკები ასეთ ადამიანს. აუცილებლად ჭირდება პატივი და თაყვანისა. ამ დროს პავლე მოციქული გეუბნება, ეკი არა რაღაცო. ეკი არა, საერთოდ არაფერი არ ნიშნავს. სიყვარული თუ არ გექნება. და მე გითხრათო, სადაც არის პატივმოყვარეობა, სადაც არის საკუთარი თავის განსაკუთრებული შეგრძნება, იქ სიყვარული ობიექტურად არ არსებობს. იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ იქ არის, სადაც თავდაბლობაა. იმიტომ რომ თავდაბლობა და სიყვარული შეიძლება თქვა სინონიმებიც კი არის, ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. სიყვარული სულ გრძელარს და ტკბილ. სულ გრძელება. ძალიან საოცარი სიტყვა, ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არ დაიღლება, ადამიანს არ გამოელება მოთმინება სხვა ადამიანის და საერთოდ ღმერთის და სხვა ადამიანის სიყვარულში. სულ გრძელება, არ გამოელება მოთმინება, არ არსებობს რომ დაიღალოს. და ტკბილ, ეს სახთო თვისება, ტკბილ ხარ შენ უფალო,
გახსოვთ ეს სიტყვები, განიცადე და იხილეთ რამე თუ ტკბილარს უფალი, ასევე წმინდა წერილის სხვა სიტყვები, ეს არის ღმერთის განცდა ხდება როგორც სიტყვების, ეს სიტყვას თავისთავად საიდუმლოება, მხოლოდ გამოცდილებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი ეს რა არის და სიყვარულიც ამგვარად განიცდება, ანუ სიყვარული, ანუ ღმერთი არის სიყვარული. გახსოვთ ხო წმინდა წერილის, ანუ წმინდა წერილისეული სიტყვები. ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ტკბილია და სულგზე ღმერთია სულგზელი და ღმერთია ტკბილი, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული მხოლოდ მაშინ გაქვს, როცა შენში ღმერთი ცხოვრობს ღმერთი. სიყვარულს არა შურნ. სიყვარული არა მაღლოინ, არ ქედმაღლობს, ანუ ეს ამპარტავნება, პატივმოყვარეობა არა აქვს. არა განლაღის, ანუ არ ამპარტავნებს. არა სარცხვინელი იქმნის, რაღაც ისეთ უზნეობას არ ჩადის. ყველაფერს ხო დღეს ხო ყველაფერს სიყვარულს, ნებისმიერ უზნეობას სიყვარულს არ ქმნიან. სიყვარული არ ეძიებნ თავისას. ნებისმიერ მოქმედებაში ჩვენ სადღაც საკუთარ თავს ჩავჭხირავთ ხოლმე იქ რომ ყველაზე ნაკლები ის მაინც რომ მე მესიამოვნოს. ყველგან საკუთარი თავია. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ ჩვენ რაღაცა სიკეთეს ვაკეთებ და იქ საკუთარი თავი გათვალისწინებული არ იყოს, თუნდაც იმით რომ რაღაცა მსიამოვნებს. და სიყვარული არ ეძებს თავისას. არა განრისხნის. არად შერაცხის, ანუ არ განიზრახავს ბოროტს, ანუ ღვთისნების საწინააღმდეგოდ არასოდეს მოქმედებს. არა უხარენ სიცრუესას ზედა. ჩვენ უნდა გაიგორო სიცრუე და სიმართლეა და ჩვენ ამისთვისაც არ გვცალია ხოლმე. ჩვენ არ გვცალია, რომ გავიგოთ რა არის სიცრუე და რა არის სიმართლე. პირდაპირ გვიხარია, რას გვიხარია. არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა და ჭეშმარიტებას სიხარული კვლავ და კვლავ ეს ხო არ არის ადამიანური სიმართლის გამო სიხარული, ეს არის სიხარული, სადაც ღვთისნება რეალიზდება. ყოველსა თავს იდებს, ანუ ყველაფერს იტანს. ამტანია სიყვარული. ყოველივეს წამს და ყოველსავე ესამნ. ანუ ეჭვიანი კაცი ვერ ექნება. აი ეჭვიანობა ჩვენი თამდევია სულ ეჭვიანობა და სიყვარული გამორიცხავს ერთმანეთს. ვიღაცა იტყვის რომ გამოდის რომ თუ ყველაფერის წამს და ყველაფერის ესავნ, ყველაფრის იმედი აქვს. რა უნდა მაგის მოწყვილებას? დიახ. ადამიანი რომელიც სიყვარულს ატარებს შეიძლება მოატყვილო თუ ღმერთი არ დაიფარავს. უბრალოდ ეს სიყვარული ღვთაებრივი თვისებაა, ამიტომ ეს ნიშნავს რომ ადამიანში ღმერთია და ამიტომ თლად იოლი არ ხდება ხოლმე და ასეთ ადამიანს სიბრძნეც აქვს და თლად იოლი არ ხდება ხოლმე ადამიანის მოწყვილება. უბრალოდ რაღაც მომენტში თუ იქ საღვთო მადლით სიბრძნე არ გამოვლინდა და სიბრძნემ არ იმუშავა და სიყვარულმა, დიახაც შეიძლება ეს ადამიანი მოატყვილო და ამის მაგალითებიც ეკლესიის ისტორიაში არის. არის რა თქმა უნდა. ეს მომენტიც არის და გავითვალისწინოთ. მაგრამ ქრისტიანს ამისი არ ეშინია, იმიტომ რომ ქრისტიანის მიზანი ის კი არ არის ვიღაცა მომატყვილოს, არ მომატყვილოს, ამაზე აქცენტი. უფლის სათნოთ იცხოვროს და დამთავრდა. ყოველივეს მოითმენს. უსაზღორო მოთმინების უნარი აქვს მოყვარულ ადამიანს, რომელსაც სიყვარული აქვს, სიყვარული არასა და დავარდების, ეს სხვადასხვანაირად განიმარტება, სხვადასხვა თარგმანში ეგ სიტყვა დავარდების სხვადასხვანაირად არის და თუ პირდაპირ გაგებით გავიგებთ ამ თარგმანს მივიღებთ ჩვენი დიდი ათონელი მამების, ეს ნიშნავს იმას, რომ არასა და დავარდების, იმიტომ რომ ის უკიდურესად თავდაბლობის მდგომარეობაშია სიყვარული. ვინც არის უკიდურეს თავდაბლობაში, იქ არის სიყვარული, იმიტომ რომ იმის იქით ვეღარ დავარდება, აღარაფერი აღარ არსებობს. აი ეს არის ის თვისებები, რაშიც ავლენს სიყვარული საკუთარ თავს და ეს არის ის თვისებები, რითაც ჩვენ გვიდასტურდება, რომ ეკლესიის მართლა წევრები ვართ, ანუ ხორცნი ვართ, ქრისტესნი და მისი სხეულის ნაწილები ვართ და სანამ ეს მდგომარეობა ჩვენში არ არის, ჩვენი მდგომარეობა როგორც ქრისტეს სხეულისა საეჭვო ან არ არის მდგრადი ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით
დღეს რო გარდავიცვალოთ ცხონდებით თუ არა, იმიტომ რომ ჯერ აი ეს მდგომარეობა, რაც არის ჩვენში ღმერთის მყოფობის ნიშანი, სულიწმინდა ღმერთის, ქრისტეს ყოფობის, ყოვლადწმინდა სამება ღმერთის ჩვენში მყოფობის ნიშანი, რაც ჩამოვთვალებთ, ეს ჯერ არ დადასტურებულა ჩვენი ცხოვრების წესით, ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მოდუნებული, ამიტომ მუდამ უნდა ვიყოთ ფორმაში, მუდამ მაძიებელნი და მუდამ გუმხურვალენი, მუდამ უნდა შემოუძახოთ საკუთარ თავს, რომ ვიყოთ ქრისტიანენი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდის იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.